სადაზღვევო პროგრამები, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში მოსავლის ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი დაზღვევაა, საქართველოში ეს კულტურა მაინც დაბალია. გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა არც ერთი სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობს. მისისად კი სხვადასხვა საკითხს ასახელებენ. სადაზღვევო სისტემა არ უნდა იყოს ცუდი, მაგრამ რატომღაც ხალხი ერიდება დაზღვევას. მე ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ არ ენდობა ხალხი სადაზღვევო კომპანიას, იმიტომ რომ არის შემთხვევები ისეთი, რომ დაესეტყობა გლეხს ადგილი, ატამი იქ და ვენახი და მე ცოტა უყურადღებოდ ასტოვებენ ამას. იქ გლეხებს უთქვია თვითონ ჩემთვის, რომ აიო რეკამო არ პასუხობენო, მე ანაზღაურება თუ მაგალ დაესეტყვა 100%, სულთელს არ გვაძენონ და ანუ დობას არ უცხადებენ გლეხობა სადაზღვევო კომპანიას. ეს არის პირველი მიზეზი და იმიტომ არ აძლევს ხალხი თუ გინდათ ჯანმრთელობას, თუ გინდათ მიწის ნაკვეთებს და სხვადასხვა რამეებს. თქვენ თუ გისარგებლეთ ეს სადაზღვევო სისტემა? მე ერთხელ ვისარგებლე და მაშინ არ მოვიდა არც ეთყვა, არც ისა მოსავალი კარგი მქონდა და რა თქმა უნდა არ მეკუთვნოდა არც ამიღია. ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა და მის შემდეგ აღარ დამიწყებია. ერთხელ დავაზღვევშულო და რომ მოვიდნენ ისეთ პროცესს მიწერავდნენ სინამდვილეში მეტი იყო. ისიც თვითონაც წაიღო და მე არაფერი მრჩებოდა ირისთვის დავაზღვევი. ანუ უკმაყოფილო. უნდობლობაა ხალხში რა. ჯანმრთელობის დაზღვევა მე თვითონ არა ვარ უკმაყოფილო სიმართლე. ეხლა დედამ გაიკეთა 2 ოპერაცია და დედამ ყავს 86 წლის და 10% გადავეხადეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. მე მაგალითად არ ვაზღვევ, იმიტომ რომ არა აქ აზრი, არა, ვინ გადაგიხდის, არ გავინა რაფის არ გიხდიან. სამაკ მოსავალი მაგ და არც ადგილი მაგ და ყველას თავისი აზრი აქვს. მე ჯანმრთელობის დაზღვევით თუ გისარგებლიათ კი ეს? არა. აი რატომ არ გისარგებლიათ? აბა ვიცი, ვერ მივედი იქამდე. გისარგებლია ჯანმრთელობის დაზღვევით კი. რა კმაყოფილი ხარ? რა თლათარა